კლიმატის ცვლილება და ბრძოლის ბუნებრივი გადაწყვეტების საერთაშორისო კომპანია Rewind საქართველოშია, რომელმაც საინფორმაციო კამპანია უკვე დაიწყო და პირველი განაცხადიც გააკეთა. კომპანიის მიდგომა მცენარეული ბიომასის ღრმა მიწისქვეშა გვირაბებსა და ზღვის ფსკერზე განთავსებას გულისხმობს. იქ, სადაც ნახშირბადი უსაფრთხოდ ჰაერთან კონტაქტის გარეშე ინახება. What brought us here to Georgia? საქართველოს მდიდარია მიწისქვეშა გამონამუშევრებით, სადაც ბიომასის დაკონსერვების შესაძლებლობა იქმნება. ჩვენ აქ ასევე იმ მისიის ფარგლებში ვართ, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილებებისა და გლობალური დათბობის შედეგებზე ცნობიერების ამაღლება და იმ გადაწყვეტილებების გაცნობაა, რომლებიც პრობლემის მოგვარებას ემსახურება. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ემისიების შემცირება. უნდა მოვაცილოთ ნახშირორჟანგი ატმოსფეროდან და საიმედო დავაკონსერვოთ გრძელვადიანად. საქართველოს აქვს საკმაოდ ამბიციური კლიმატის პოლიტიკა, მოგეხსენებათ ჩვენ ვართ პარიზის შეთანხმების მონაწილე და შესაბამისად ეს მეთოდოლოგია საგრძნობლად ამცირებს CO2-ს რაოდენობას ატმოსფერულ ჰაერში და აუცილებლად ხელს დაეხმარება საქართველოს ეროვნული განსაზღვრული წვლილის შესრულებაში, ანუ CO2 შემცირებაში ადგილობრივ დონეზე. საქართველოს ტყეებისა და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან წარმოქმნილი ბიომასის შენახვის პოტენციალი აქვს. სამთო მოპოვებით ისტორიულ რეგიონებში დარჩენილი ღრმა და ცარიელი მიწისქვეშა სივრცეები იდეალურია ნახშირბადის უსაფრთხო დაკონსერვებისთვის. Rewind-იც სწორედ ასეთ უკვე არსებულ ბუნებრივ ლოკაციებს იყენებს, რაც გამორიცხავს დამატებითი ინფრასტრუქტურის აშენებას, ენერგომოხმარებასა და ზედმეტ ხარჯებს. მათი მეთოდი არ მოითხოვს მცენარეული მასალის წვას ან ქიმიურ დამუშავებას. ბიომასა ბუნებრივი მდგომარეობით ინახება საუკუნეების განმავლობაში. ცოცხალი მცენარეები შთანთქავენ ნახშირორჟანგს, თუმცა ბუნებაში არსებული მკვდარი მცენარეების ბიომასა ლპობის პროცესში კვლავ გამოჰყოფს ნახშირორჟანგს. ეს შეიძლება იყოს ტყის, სახერხის საამქროების ან სოფლის მეურნეობის ნარჩენები. ამ მცენარეების დასაწყობება ხდება მიწისქვეშა ნაგებობებში, ასევე ზღვაში, სადაც არ არსებობს ცოცხალი ორგანიზმები. ეს არ არის ძველი ტექნოლოგია და არ სჭირდება დიდი ინვესტიცია. Rewind პასუხობს არა მხოლოდ ეკოლოგიურ გამოწვევებს, მისი მოდელი ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასაც. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ბიომასის შეგროვების, ტრანსპორტირების, ტერიტორიების მომზადებისა და მიწისქვეშა სივრცეების დალუქვის მიმართულებით. ეს აგრეთვე სასარგებლო იქნება თვითონ კერძო კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც დამატებით ხარჯს წარმოადგენს ნარჩენების განთავსება შესაბამის ტერიტორიებზე და პირდაპირ მოხდება ბიომასის განთავსება საცავებში და ისინი თავიდან აირიდებენ დამატებით ლოჯისტიკას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს და გახდებიან საკმაოდ გარემოსდაცვითი სასარგებლო პროექტების პარტნიორები, რაც შემდეგ მათ იმიჯზე აისახება და მათ CSR კამპანიებშიც შეიძლება იქნას ეს შემდგომ ეტაპზე გამოყენებული. საერთაშორისო კომპანია ქმნის ნახშირბადის გრძელვადიანი შენახვის გლობალურ ქსელს და გამოცდილება უკვე რამდენიმე ქვეყანაში აქვს მიღებული, მათ შორის იაპონიაში, რუმინეთში, ავსტრალიაში, კანადასა და ბრაზილიაში. Rewind საქართველოსაც აძლევს შესაძლებლობას. თავისი უნიკალური ბუნებრივი რესურსების საფუძველზე გახდეს ამ გლობალური ტენდენციის ნაწილი, იქ სადაც ეკოლოგიური მიზნები და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის.